გორელმა და ვარიანელმა მოკრივეებმა გასულ კვირას ბათუმში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე ჭაბუკთა შორის წარმატებითი ასპარეზეს. შეჯიბრებაზე ჩვენმა სპორტსმენებმა 2 ოქროს და 3 ვერცხლის медали მოიპოვეს. გორის ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის კრივის სკოლიდან ჩემპიონი ანანო ქობულაშვილი 46 კილოგრამ წონით კატეგორიაში გახდა. მეორე ადგილი კი თემურ პავლიაშვილს 60 კილოგრამ კატეგორიაში ერგო. ჯილდოს გარეშე არ დარჩენილა ვარიანელის სპორტსმენი ნიკოლოზ ხიზანიშვილი, რომელიც საქართველოს ჩემპიონი გახდა. მეორე ადგილი ზაზა მდინარიძემ 46 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ხოლო ილია პაპუაშვილმა 70 კილოგრამ კატეგორიაში დაიკავა. ქვეყნის ჩემპიონატზე მოპოვებული შედეგების მიხედვით დაკომპლექტდება საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები, რომელიც მონაწილეობას მიიღებს კონტინენტის ჩემპიონატზე და სხვადასხვა რანგის შეჯიბრებზე. გიორგი კანდელაკის სახელობის სპორტული კლუბი ჩემპიონიდან ჩემმა მოკრივეებმა მიიღეს ამ კონკრეტულ ღონისძიებაზე მონაწილეობა. დავიკავეთ 3 საპრიზო ადგილი. პირველი ადგილი დაიკავა ნიკოლოზ ხიზანიშვილმა 57 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში. 48 კილოში ზაზა მდინარიძემ ვიცე ჩემპიონი გახდა, ფინალისტი ანუ და ასევე 70 კილოში ილია პაპუაშვილი. ამ შეჯიბრებით ვარ ძალიან კმაყოფილი, ბიჭებს მინდა რომ მადლობა გადაუხადო. მონაწილეობა მიიღო ჩვენი სკოლიდან 7 სპორტსმენმა, აქედან 1 გოგო, 6 ბიჭი. დავიკავეთ პირველი ადგილი და 1 მეორე ადგილი. გოგონებს შორის გახდა ჩემპიონი ანანო ქობულაშვილი, მან 2 შეხვედრა საკმაოდ დაძაბულ ბრძოლები ჰქონდა, მაგრამ გადალახა და გახდა ჩემპიონი. ვაჟებში 1 ფინალისტი გაგვიხდა, რომელმაც 5 შეხვედრა ჩაატარა და მეხუთე ბრძოლაში მცირე უპირატესობით დამარცხდით რუსთაველ მოკრივესთან. საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა ბათუმში, სადაც დავიკავა პირველი ადგილი. მე ჩავატარე 5 ბრძოლა. 5 ბრძოლას ძალიან კარგი მოტექნიკები შეხვდნენ, მაგრამ ჩემი მომზადების ხარჯზე შევძელდა დავამარცხე. იქნება საფრანგეთის ჩემპიონატი და ევროპის ჩემპიონატი და იმედია მოხვდები და გავიმარჯვებ. მინდა მადლობა გადავხატო ჩემს მწვრთნელებს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემპიონი გამხდარიყავი, მაგრამ ძალიან საკმაოდ ძლიერი კონკურენცია გამიწია. ბოლომ ჩემზე მაღალიც იყო და ძლიერიც იყო, ჯანზეც იყო მოსული და წავაგე სამწუხაროდ და ამის შემდეგ გამოვასწორებ და შემდეგში ჩემპიონი გავხდები. ჩავატარე 2 ბრძოლა და მოვიპოვე პირველი ადგილი. მინდა რომ დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს თითოეულ მწვრთნელს და განსაკუთრებით პირად მწვრთნელ ბადრი ყურუმბეგაშვილს, გვერდში დგომისთვის და გაწეული შრომისთვის და დაუფასე კიდეც.